უნდა მოითმინოს თუ არა ადამიანმა ჩაგვრა. თქვენი აზრით უნდა მოითმინოს თუ არა ადამიანმა ჩაგვრა. არ უნდა მოითმინოს. მოდი ახლა მე ესე დავსვავ შეკითხვას. ერთი ადამიანი რომელიც უყურებს რომ მეორე მესამეს ჩაგრავს, ამ პირველმა უნდა მოითმინოს თუ არა? ამ პირველმა არ უნდა მოითმინოს. ხოდა. როგორ? მესამემაც არ უნდა მოითმინოს. თუ შეუძლია რომ ამის გამო, ესე იგი ანუ რა არის, იცი? სადამდე თავს ჩაღუნა, იქამდე ვიღაცა ვისაც სინდის ვერ უმუშავებს კარგად, იქამდე გადაგიulis თავს. იმიტომ რომ ის ვინც სხვას ჩაგრავს, ესე იგი, იმას შინაგანად ბევრი რამე მოუწესრიგებელია, დაზიანებულია თესმის. ანუ და კიდევ რის გამო ჩაგრავს, ნახე? რაც საკუთარ თავში არ მოსწონს. ისიც აქვს, აი დანაკლისიც აქვს, ძირითადად ხდება, რომ იმის გამო ჩაგრავს. ეს ფსიქოლოგიური ამბავია, აი შენ როგორ იცხარ შინაგანად და შენი თავი რო არ მოგწონს. მე შეიძლება იმ სხვაშიც ეგ გააკრიტიკო და მაგის გამო ერთი ის რომ თუ შეგიძლია ამისგან გათავისუფლდე, უნდა გათავისუფლდე. არ უნდა თქვა რომ მოდი აი დღეს დამჩაგრეს, ხვალაც დამჩაგრონ, ზეგაც დამჩაგრონ და არ უნდა მიეჩვიო მაგას რა საბოლოო ჯამში. არ უნდა მიეჩვიო. ადამიანს რო სინდისი კონდეს, არ დაგჩაგრავს. ესე იგი ვერ უმუშავებს ზოგჯერ სინდისი. და გონია რომ შენ დაბალი ღობე ხარ და ის ამიტომ გჩაგრავს. ამიტომ თუ შეგიძლია უნდა გააკეთო ის რომ დაანახო რომ არ არის თლათ ეგრე საქმე როგორც ის ფიქრობს. მეორე ვინც გვერდიდან უყურებს და ამაზე ხმას ვერ ამოიღებს, იმასაც როგორც ჩანს პრობლემა აქვს სიმამაცის. ვერ არის ისეთი მამაცი. ან მეორე არ უყვარს ის ადამიანი, ვისაც ჩაგრავ. რო უყვარდეს არა? მაშინ თავისზე გაცილებით ძლიერსაც კი დაუპირისპირდებოდა. რომ უყვარდეს. ეხლა მაგალითად აი ქათამია, ესე იგი თავში აკლავს თავისი წიწილასთვის. თავისზე გაცილებით ძლიერს, ხო მართალია? იმიტომ რომ უყვარს. თავისი შვილი უყვარს, ხო მართალია? და ადამიანი თუ გიყვარს, მისთვის იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე შეგიძლია. იმიტომ რომ სიყვარული გაგაკეთებინებს მაგას.